დიდი მადლობა, ეს ელისო ჯარიაშვილი იყო და რუსთავი ორში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უკვე კეთდება პირველი შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდანაც, განმარტება სახალხო დამცველმაც გააკეთა. თამარ ბაღაშვილი განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. თამარ, გისმენთ. დიახ, სულ რამდენიმე წუთი წინ გაკეთდა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს პირველი განცხადებები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსთავი ორში ფარული ჩანაწერების შესახებ. უმრავლესობაში პოზიციები განსხვავებულია, უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებები მიუღებელია, ნაწილი კი ამბობს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუმცა მათთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან მოყვა ტელევიზიაში ფარული ჩანაწერების აღმოჩენას. ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და პოლიტიკოსების შეფასებით დამოუკიდებელ მედიაზე თვალთვალი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. მოთხოვნა რომ ცა არ იყოს და რაღაც აჟიოტაჟი და ბრიფინგები არ იყოს, მაინც ჩატარდება გამოძიება. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი პირის, ასე ვთქვათ, პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, მათ შორის საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე, ამიტომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, რა თქმა უნდა. საინტერესოა როგორ გაჩნდა, ვინ დაამონტაჟა, ძალიან სხვა ვერსია შეიძლება იყოს გაჩნდეს, ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ ახლა განსაკუთრებული აჟიოტაჟი სამწუხაროა იმ ტელევიზიისგან, რომელიც ნამდვილად არაფერს არ ამბობდა, როდესაც ათასობით ადამიანს უსმენდა სწორედ ის შსს და არანაირი ამის თქვა განსაკუთრებული წუხილები სამწუხაროდ სწორედ ამ ტელევიზიიდან არ გამოთქმულა, რომელიც ფაქტიურად ტირაჟირებდა იმ ასე თქვა პროპაგანდას, რასაც ხელისუფლება თავის დროზე უკვეთავდა, სამწუხაროა, მაგრამ ასე იყო. ზედმეტი აჟიოტაჟი ამის ირგვლივ ცოტა გაუგებარია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, ვინ დაამონტაჟა, რა მიზნით იყო თუ არა ეს შსს-დან თუნდაც დამონტაჟებული, თუ იქნებ რომელიმე სხვა პირის ინტერესებში შედიოდა რაღაცა ინფორმაციის მოპოვება კერძო ტელეკომპანიიდან. ხშირად მინდა გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ის რომ ტელევიზიებში აღმოჩენილია და კერძო რუსთავში აღმოჩენილია ფარული კამერები, ეს იმას მიანიშნებს, რომ ვიღაცა სურს გააკონტროლოს მასმედია და განსაკუთრებულად რუსთავი 2 იმისათვის, რომ მოახდინოს გარკვეული გავლენა მასმედიაზე. აუცილებლად სასწრაფოდ ჩასატარებელია გამოძიება. ხელისუფლებამ ყისერად უნდა დაიწყოს ამ საკითხზე რეაგირება და ჩაატაროს ღირებული გამოძიება. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება ცუდი, თუ კი საერთაშორისო ექსპერტები იქნება მოწვეული და საერთაშორისო ექსპერტების მეშვეობით მოხდება აღნიშნული საკითხების შესწავლაც. ეს ფაქტი, რაც გახმოვდა, არის ძალიან მძიმე რამ. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის ეს არის დიდი სკანდალი, რომ პრაქტიკულად მთავარ საინფორმაციო თუ მთავარ ტელევიზიას აქვს თვალთვალი, აქვს მოსმენა, გადაღება ფარული და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, მთავრობის და შესაბამის სამსახურების რეაქცია უნდა იყოს ძალიან სწრაფი გამოძიება და სიმართლის თქმა. ეს არის და რა მოყვება მერე ამას, ეს მეორე საკითხია. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, რომ რუსთავი 2 არის მიკერძოებული ტელევიზია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი იმ განცხადების ფონზე, რაც მოხდა. რუსთავი 2-მა გამოავლინა და ისაუბრა კანონდარღვევის ფაქტზე, ფარულ მიყურებაზე, რაც არის მტკივნეული დღევანდელი საზოგადოებისთვის და დღევანდელი ხელისუფლების. ფარული მიყურება არის ის მემკვიდრეობა, რაც გვერგვამ ხელისუფლებას და რაზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ეხება ფარულ მიყურებას, უნდა იყოს გამოძიებული და კანონდარღვევის სათანადოდ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართლმსაჯულების წინაშე. შესაბამისად, რუსთავის განცხადებასთან დაკავშირებით ხელისუფლება უნდა დაეწყოს საგამოძიებო ორგანომა დაუყოვნებლივ მოქმედება და ისე უნდა გასცეს პასუხები, რომ ჩვენ არ დაგვრჩა შეკითხვები ამ ფაქტთან დაკავშირებით.